ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის საკანონმდებლო საფუძვლების მოსამზადებლად საინიციატივო ჯგუფის დაფუძნების შესახებ განაცხადეს მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ. მათ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამის შესახებ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკეს. მათი განცხადებით საუბარია კანონებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ეკლესიის სიწმინდეების ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას. საინიციატივო ჯგუფის წევრები გეგმავენ კონსულტაცია გაიარონ იურისტებთან, ისტორიკოსებთან, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებთან, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიესალმებია ნაურუს კაბინეტის გადაწყვეტილებას გააუქმოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. უწყების ცნობით გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის დასტური. ამასთან საქართველოს საგარეო უწყება გამოთქვას მზადყოფნას დამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას. დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება იძულებითი ხასიათის იყო და იგი უპრეცედენტო და სისტემური საგარეო ზეწოლის პირობებში იქნა მიღებული. უწყების განცხადებით, მას შემდეგ რაც ნაურუმ 2009 წლის 15 დეკემბერს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორ მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ჩამოყალიბდა კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი და საფუძველი ჩაეყარა სახელშეკრულებო სამართლებრივ თანამშრომლობას. დე-ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით აფხაზეთსა და ნაურუს შორის თანამშრომლობის განვითარებას მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები, ჯერჯერობით დუმს ცხინვალი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემივ დიაზი იქნება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პარსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ინფორმაციით ემი დიას სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები. საქმეთა დროებით რწმუნებული და მისის ხელმძღვანელის მოადგილე შეერთებული შტატების ელჩოში ლინონგვენში, მალავი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე, საკონსულო განყოფილების უფროსი შეერთებული შტატების ელჩოში ჰარარეში, ზიმბაბვე, ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების ელჩოში ქაბულში, ავღანეთში. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭომ გადაწყვიტა, რომ 5 აგვისტოს ჩატარდება ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით ის პარტიას 6 თვით გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელებს. ჩვენ გვინდა, რომ უფრო ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე გადავიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიას ამ გარდამავალ ეტაპზე ვინ ეყოლება თავმჯდომარე, ვინ წარუძღვება, თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მედიასთან. ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ანი წითლიძე ამბობს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პარტია მოემზადება თავმჯდომარის არჩევნებისთვის. ამ პერიოდში კი იმუშავებს რეფორმების ჯგუფი, რომელსაც ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარტიას 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ღევანდელ პოლიცსაბჭოს ხდომას არ დასწრებია. პარტიის ლიდერების ინფორმაციით ის დედაქალაქში არ იმყოფება. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სელენე ხოშტარიას ექიმებმა თქვეს, რომ მას ანთებითი სპონდილოართრიტი დაუდგინდა. მათი განმარტებით ეს ანთებითი პროცესი აზიანებს არა მხოლოდ ხერხემალს, არამედ პერიფერიულ სახსრებსაც. მათივე ცნობით, ამ დიაგნოზის ეჭვი მათ გამოკლოების დაწყებამდეც ჰქონდათ. ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა ვივამეთში 29 ივნისს გადაიყვანეს.